გამარჯობა, მე მალხაზრე ხვიაშვილი ვარ, პლატფორმა GeoFacts-G-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ჩემი ძირითადი საქმიანობა არის ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის კეთება და საქართველოში და არ μόνο საქართველოში გავრცელებულ დეзинფორმაციასთან ბრძოლა. ეს შეეხება როგორც სხვადასხვა სოციალურ ქსელში მოქმედ სხვადასხვა იუზერის მიერ გავრცელებულ დეзинფორმაციას, ასევე პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული განცხადებების თუ სხვადასხვა ფაქტის სისწორეს და სიზუსტეს, რომელსაც ჩვენ ვამოწმებთ და ვაფასებთ სხვადასხვა ვერდიქტით, დაწყებული ტყუილით, დამთავრებული სიმართლით და რაღაცა სხვადასხვა შუალედური ვერდიქტით. დეзинფორმაციასთან ბრძოლა ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, იწყება ძალიან დიდი ხნის წინ. ჩვენ შეგვიძლია რაღაცა შუა საუკუნეების საქართველოს გავიხსენოთ, მაგრამ ეგ არ არის ახლა რელევანტური თემა. ახლა ჩვენ ვართ იმ ეპოქაში, როდესაც ჩვენთან მთავარი თემა, მთავარი საკითხი არის რუსული დეзинფორმაცია, რომელიც სამიზნეში იღებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და სახელმწიფო ინსტიტუტების ერთგვარ ეროზიას ისახავს მიზნად, იმისთვის რომ საქართველოს შეწყვიტოს სვლა დასავლური პანაკისაკენ და რაღაცნაირად გავლენა მოახდინოს საქართველოს საგარეო ორიენტაციაზე. სამწუხაროდ თუ ჩვენ წლების წინ, ხო, და ამ წლების წინში მე გულისხმობ დაახლოებით 3-4 წლის წინ, როდესაც საუბრობდით დეзинფორმაციაზე, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებდით რუსულ დეзинფორმაციაზე და რუსული დეзинფორმაციის ადგილობრივ აქტორებზე, რომელთაც შეიძლება რაღაცა საერთო სახელად პროქსი ჯგუფები დავარქვათ, ხო, რაღაც რუსული დეзинფორმაციის პროქსი ჯგუფები, როგორებიცაა მაგალითად სპუტნიკ საქართველო და ასე შემდეგ. სამწუხაროდ თუ ჩვენ ადრე ვსაუბრობდით იმაზე, რომ ამ დეзинფორმაციის წყარო ჩვენს ქვეყანაში არის რუსეთი და მას ყავს აქ რაღაც პროქსი ჯგუფები, რომლებიც ამ დეзинფორმაციას ავრცელებენ, ახლა ვცხოვრობთ ვითარებაში, როდესაც დეзинფორმაცია ძირითადად ვრცელდება მთავარი მავნე აქტორი ამ შემთხვევაში არის სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც თავად ავრცელებენ იმ ანტიდასავლურ დეзинფორმაციას, რომელიც ადრე შეიძლებოდა რაღაცა კრეფსითად რუსული დეзинფორმაციის სახელით მოგვეხსენიებინა. ამ დეзинფორმაციებში ხა ჩვენ რო უბრალოდ ნარატივები გავიხსენოთ, რა იყო ადრე რუსული ნარატივი საქართველოში და მერე შევადაროთ იმასთან, რასაც ახლა საუბრობს ქართული სახელმწიფო, ხო? ქართული სახელმწიფო ქვია მაინც მართველი ძალა ეგ არის ხა ამ ქვეყანაში. უბრალოდ ნარატივები რო გავიხსენოთ, რა იყო, მივხვდებით, რომ სინამდვილეში ერთ და იმავე რაღაცებს საუბრობენ, იმ განსხვავებით, რომ ახლა უკვე შენივე სახელმწიფოა მთავარი აქტორი. მაგალითად, ესეთი ნარატივი იყო ის, რომ ევროპას არ აინტერესებს საქართველო, მას საქართველოს ტერიტორია აინტერესებს როგორც რუსეთთან პოტენციური დაპირისპირებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არეალი ევროპასაც და ამერიკასაც დასავლეთს კრეფსითად, რომ დასავლეთი არის ტრადიციების და ღირებულებების არ მქონე, ღირებულებებისაგან დაცლილი სივრცე და რუსეთი არის ჩვენი ერთმორწმუნე ძმა, რომელსაც შეუძლია ჩვენი ქრისტიანობა გადაარჩინოს. მაგალითად ასეთი იყო, რომ ნატოში ჩვენ არ მიგვიღებენ თუ თუ აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე არ ვიტყვით უარს და მოკლედ უამრავი ნარატივი, რომელსაც ეხა უბრალოდ თუ გავიხსენებთ და ჩამოვთვლით, დავინახავთ, რომ სინამდვილეში იგივეა, რასაც ახლა ქართული ოცნება საუბრობს. და ჩვენ ამ ყველაფერს შეგვიძლია დავარქვათ ანტიდასავლური დეзинფორმაცია. მაგრამ მანამ სანამ ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, თუ როგორ უნდა გადავამოწმოთ დეзинფორმაცია და რა ხერხები უნდა გამოვიყენოთ ამ დეзинფორმაციასთან ბრძოლაში, მანამდე მოდი უბრალოდ რაღაცა ტერმინებზე შევთანხმდეთ, რა არის დეзинფორმაცია, რას უნდა დავარქვათ დეзинფორმაცია, იმიტომ რომ ძალიან რაღაცა ყოველდღიურ სიტყვად იქცა ეს დეзинფორმაცია და ყველგან გვესმის, ხო? ყველა საუბარში შეიძლება ეს გავიგონოთ და სინამდვილეში ხშირად არასწორად ვიყენებთ ამ ტერმინს. დეзинფორმაცია არის ცდარი ფაქტები, რომლებიც ვრცელდება კონკრეტული პოლიტიკური მიზნით და ვრცელდება კამპანიურად. ანუ ეს არ შეიძლება ავურიოთ მაგალითად ერთეულ ყალბ-ამბავში, ხო? ყალბი ამბავი არის, როდესაც ერთი ამბავი არის შეცდომით ან განზრახ არასწორად მოწოდებული. ამას ქვია ყალბი ამბავი. ბევრი ყალბი ამბავი ერთად არის უკვე დეзинფორმაციული კამპანია, როდესაც მას პოლიტიკური მიზანიც აქვს. ამავდროულად დეзинფორმაციისაგან განსხვავდება
მეორე ტერმინი გვაქვს მისინფორმაცია. მაგალითად, კარგ მედიებზე, როდესაც საუბრობთ ხოლმე, უშეცდომო არავინ არის, შეიძლება კარგ მედიას რაღაცა შეეშალოს, მერე, როდესაც მას მიუთითება ამ შეცდომაზე, ოღონდ ის ბოდიჩს იხდის, ფაქტს ასწორებს, იმავე ფორმით, ცდილობს იმავე რაოდენობის აუდიტორიას მიაწვდინოს უკვე გასწორებული ამბავი და ასეთ დროს, როდესაც მედია ასე იქცევა, ჩვენ მის მიერ გავრცელებულ ამბავს ეძახით არა უკვე დეზინფორმაციას, არამედ მისინფორმაციას, ხო? იმიტომ რომ ეს შეცდომით გავრცელებული ამბავი გამოდის რეალურად. ეს რატო არის მნიშვნელოვანი, რომ გავარჩიოთ ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ყველაფერს არ შეიძლება დეზინფორმაცია დაუძახოთ, იმიტომ რომ დეზინფორმაცია ძალიან მძიმე ტერმინია თავის შინაარსით. დეზინფორმაციისგან განსხვავდება კიდევ ერთი ტერმინი პროპაგანდა. პროპაგანდა არ არის კავშირში იმასთან, გავრცელებული ინფორმაცია სწორია თუ არ არის სწორი. პროპაგანდა ეს არის პოლიტიკური მიზნით კამპანიურად რაღაცა ამბის გავრცელება და ეს ამბავი შეიძლება სიმართლეც იყოს, ტყუილიც იყოს და შეიძლება შუალედში იყოს, რაღაც ნახევარ სიმართლეების ნაკრები იყოს. ეს ამ ტერმინებს, როდესაც ჩვენ მივაქცევთ ყურადღებას, დავინახავთ, რომ პროპაგანდის მიზნით, მაგალითად რუსეთი საქართველოში იყენებს როგორც დეზინფორმაციებს, ასევე ნახევარ სიმართლეებს, ასევე სხვადასხვა ტექნიკას, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს, რომელიც კარგად აქვს დატესტილი და არა მარტო რუსეთს, არამედ შეგვიძლია რაღაც ნაცისტურ გერმანიაშიც იგივე ტექნოლოგიები გამოიყენება, თუ ჩვენ რაღაცა ისტორიას გადავხედავთ, რაც გამოიყენება ახლა. მაშინაც იგივე ტექნოლოგიებს იყენებდნენ. ტექნოლოგიებში გულისხმობ ოღონდ პროპაგანდის მოწყობის ტექნოლოგიას და არა მაგალითად კომპიუტერს, სოციალურ ქსელს და ასე შემდეგ. პროპაგანდის მიზნით შეგვიძლია რაღაცა დავახარისხოთ რა ტექნოლოგიებს მიმართავენ მტრული აქტორები, ხო? რუსეთი, ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ქართული სახელმწიფო, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტექნიკა პროპაგანდის არის მაგალითად ცრუ დილემა. როდესაც რაღაცა ორ საკითხს შორის არჩევანის წინაშე გაყენებს ამბის გამავრცელებელი, როდესაც სინამდვილეში ასეთი არჩევანის გაკეთება არ გიწევს, ხო? წეგან მაგალითად ვახსენე, რომ ან შევალთ ნატოში და უარს ვიტყვით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, ან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე უარს არ ვიტყვით, მაგრამ ვერ შევალთ ნატოში. ესეთი დილემა სინამდვილეში არ არსებობს. ანუ საქართველოს არ უწევს სინამდვილეში ამ ორ რაღაცას შორის არჩევანის გაკეთება და ასეთ დილემის წინაშე როდესაც გაყენებენ, ამას შეგვიძლია დავარქვათ ცრუ დილემა. ერთ-ერთი ასეთი ამ წამს ძალიან აქტუალური ცრუ დილემა, რომლის წინაშეც გვაყენებენ, ეს არის ან გვექნება უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ან უარი უნდა ვთქვათ ქართულ ტრადიციებზე, ბავშვებს უნდა შეუცვალონ სქესი, დავკარგოთ რაღაცა ღირებულებები, ქართველობა და ასე შემდეგ. მოკლედ თითქოს არჩევანის გაკეთება გვიწევს აი ამ ორ რაღაცას შორის, რომ ან უვიზოდ ჩავალთ და ნახავთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, ან ჩვენს ბავშვებს შეუცვლიან სქესს. ამგვარი დილემა სინამდვილეში არ არსებობს და პროპაგანდა ხშირად იყენებს ამ ტექნიკას, რასაც ჩვენ ცრუ დილემას ვეძახით. ერთ-ერთი ტექნიკა ასევე, რომელიც გამოიყენება, არის ვოთებაუთიზმს ეძახიან დასავლელი მკვლევრები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ ხომ არა იმაზე რა სიტყვი დაახლოებით რაღაცა შინაარსი ესა. ამ ტექნიკის შინაარსი არის, რომ მხარე ამ შემთხვევაში მაგალითად რუსეთი ან ჩვენს შემთხვევაში ქართული ოცნება, ნებისმიერი მავნე აქტორი განებდა იმ საკითხში, რომ მას აღარ შეუძლია შემოგთავაზოს ის თუ რატოა თვითონ კარგი და ამიტომ ცდილობს, რომ სხვაზე გითხრას, რომ ის უარესია, რომ აი მაგალითად კი რუსეთი იყენებს ამას ძალიან ხშირად, რომ მაგალითად კი მე შეიძლება 2008-ში საქართველოში ინტერვენცია მქონდა და სამხედრო მოქმედებები ვაწარმოე, მაგრამ ერაყზე რა სიტყვით, ერაყში ხო შევიდა ამერიკა. და სინამდვილეში ხო აი რა მნიშვნელობა აქვს ვიღაცა რომ ცუდად იქცევეს, ხო არ ნიშნავს, რომ დედას არასდროს არ ვთქვამს თქვენთვის, რომ მე არ მაინტერესებს კაცო, სხვამ რა ნიშანი მიიღო, შენ რატომ მიიღე დაბალი ქულა, ან ის რო გადახტეს იმიდან რა ქვია, ხიდიდან შენც ხო არ უნდა გადახტე. და აი ეს ტექნიკა სინამდვილეში არის რაღაცა ძალიან მარტივი ტექნიკა, რომ კაცო რა შუაშია ერაყში რო შეიჭრა ამერიკის შეერთებული შტატები, შენ რატო შეიჭერი საქართველოში. და სინამდვილეში ამ ტექნიკის გამოყენება არის ერთგვარი აღიარება იმის, რომ შენ რასაც აკეთებ, ცუდი საქციელია და ცდილობ, რომ სხვისი ცუდი საქციელით რაღაცნაირად გაამართლო ან გადაფარო შენი ცუდი საქციელი.
ერთ-ერთი ტექნიკა კიდე რომელსაც ხშირად იყენებენ არის ნარატივის გათეთრების ტექნიკა. არ ვიცი ქართულად ზუსტად როგორ ითარგმნება, მაგრამ შინაარს აღგიწერთ ამ ტექნიკის პროპაგანდის მიზნით ვიღაცას გამოიყვანენ, მიაწერენ რომ ის არის რაღაცის ექსპერტი და იმას ალაპარაკებინებენ სისულელეს სერიოზული სახით და ამ ადამიანის სტატუსმა თქვენ მისი ნათქვამის მიმართ უნდა დამაჯერებლობა, მის ნათქვამს დამაჯერებლობა უნდა შესძინოს, ხო? ჩვენ ხშირად ვნახავთ მაგალითად ქართულ რეალობაშიც ასეთ რაღაცებს, ხო? სულ ბოლოს ესეთი შემთხვევა იყო, როდესაც ვიღაცები გამოდიოდნენ თვითმმართველობის არჩევნები რო ჩატარდა აგერ ოქტომბრის დასაწყისში, ვიღაცები გამოდიოდნენ და როგორც უცხოელი დამკვირვებლები ამ არჩევნებს აფასებდნენ. რომ ეს იყო კარგი არჩევნები, ნეიტა ასეთი არჩევნები საფრანგეთში ტარდებოდეს და რაღაცებს გვიყვებოდნენ სერიოზული სახეებით. მე ერთ-ერთმა ქართულმა მედია ორგანიზაციამ ერთ-ერთი ასეთი ადამიანი გამოიკვლია და აღმოჩნდა სასაფლაოების გაერთიანების დირექტორი საფრანგეთში, თუ რაღაც უცნაური თანამდებობა ჰქონდა. ანუ ის სინამდვილეში არჩევნების დამკვირვებელი არ იყო. სინამდვილეში არჩევნების დამკვირვებლების სანდო ორგანიზაციები რო ნახოთ ვინ არიან, ხო? ეს შეიძლება იყოს ენემო, შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია, მეუთე ოდირის დელეგაცია, რომელიც სადამკვირვებლო მისიებს აგზავნებს და ასე შემდეგ. ესენი აფასებენ არჩევნებს, ვისაც შეგვიძლია ვენდოთ ხოლმე, ხო, რასაც ამბობს. მაგრამ იმის გამო, რომ ბოლო არჩევნებს ჩვენთან არავინ არ აკვირდებოდა, ვისაც ცოტათი მაინც რაღაც ავტორიტეტი ექნებოდა, საჭირო იყო, რომ როდესაც ვიღაცა გამოვიდოდა და იტყოდა, რომ არჩევნები მშვიდად და კარგად და ისე ჩატარდა, ჯერ უარ ჩატარებულა ამ ქვეყანაში, ვიღაცა ამას რო გამოვიდოდა და იტყოდა, მეორე მხარე რა თქმა უნდა უპასუხებდა, რომ კაცო ეს კაი ქართველია, ცესკოს წარმომადგენელია, პარტიის წარმომადგენელია, მოდი ვინმე ნეიტრალური დამანახეთ და ამ ნეიტრალურის მანტიაში ფუთავ ვიღაცას, რომელსაც არქმევ ექსპერტს და ცდილობ რა ეს შენი ნარატივი, რაც არის, ის ნარატივი გაამეორებინო, ანუ გაათეთრებინო და მეტი დამაჯერებლობა შესწინო. მოკლედ, ბევრი სხვადასხვა ტექნიკაა, ეხლა რაღაცა რო არ შეგაწყინოთ ყველა ტექნიკის მიმოხილვით. თავი ამ ყველა ტექნიკას რა აქვს საერთო, ცოტახანი ამაზე მივიქცევ თქვენს ყურადღებას. ყველა ტექნიკას საერთო აქვს ის, რომ კონკრეტულ სოციუმში, კონკრეტული საზოგადოებისთვის სენსიტიურ და საინტერესო საკითხებს უნდა ეხებოდეს. და ტექნიკა ამგვარად მუშაობს. რაღაცა საქართველოში არის სენსიტიური და მას მოარგებ და რაღაცა შეიძლება დომინიკის რესპუბლიკაში იყოს სენსიტიური და მას მოარგებს. ტექნიკა იგივე დარჩება. მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში LGBT საკითხები და LGBT საკითხებზე ხმალამოღებული ბრძოლა თვითგამოცხადებული რაღაცა კონსერვატორების ძალიან პოპულარულია, ხო, რომ აი ჩვენ ვცდილობენ რომ ორიენტაცია შეგვიცვალონ და ასე შემდეგ, ხო? ტექნიკა, რომელსაც აქ იყენებ, იმავე ტექნიკამ შეიძლება სხვა ქვეყანაში, სადაც LGBT საკითხები სენსიტიური არ არის, რაღაცა სხვა საკითხი შემოიტანოს და ეს საკითხი იყოს მაგალითად მიგრაცია. სხვა სადღაც პირიქით იყოს LGBT ადამიანების ჩაგვრა იყოს საზოგადოებისთვის მიუღებელი და პირიქით ზუსტად იმავე ტექნიკას გამოიყენებ იმის სათქმელად, რომ არა ჩვენ LGBT ადამიანები უნდა დავიცვათ. მოკლედ ტექნიკისთვის მნიშვნელოვანი არ არის შინაარსი, რას ავრცელებს. მისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ საზოგადოებაში დავინახოთ რა არის სენსიტიური საკითხი და ამაზე ვცადოთ კაპიტალიზება, ხო? ცრუ დილემების შემთხვევაში მაგალითად რაც ჩვენთან ასევე ძალიან აქტუალურია ბოლო პერიოდში არის ომის და მშვიდობის შეპირისპირება, ხო, რომ ან ჩვენ გვექნება მშვიდობა და ქართული ოცნება, ან არ გვეყოლება ქართული ოცნება და გვექნება ომი. რატო არის საქართველოსთვის ეს სენსიტიური თემა? ეს სენსიტიური თემა საქართველოსთვის არის, იმიტომ რომ ბოლო 30 წელიწადში ალბათ სამჯერ ვიომეთ და რამდენჯერ ვიომეთ კიდე საუკუნეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს რაღაცა როგორც ერთ ერთგვარი პოსტტრავმატული სტრესული აშლილობა გვაქვს მე მგონი ყველას, აღარ გვინდა ომი რა, ყელში გვაქვს უკვე ამოსული. და როდესაც ამ საკითხზე შენ ცდილობ კაპიტალიზებას, შენ ეძებ მაგ საზოგადოებაში ადამიანებს ემოციურად რაზე ექნებათ რეაქცია და ჩვენს ქვეყანაში ეს ომია. ამ ნარატივს, რა თქმა უნდა, მაგალითად ისრაელში რო გამოიყენოს ვიღაცამ, რომ ჩვენ ასე თუ არ მოვიქცევით პალესტინელებთან მოგვიწევს სამხედრო მოქმედებების წარმოება, იქ რა თქმა უნდა ეს არ იმუშავებს, ხო? იმიტომ რომ იქ საზოგადოება ომის პროპაგანდის მიმართ რაღაცნაირად მოწყვლადი არ არის, მაგრამ
ტექნიკა, რომელსაც აქ იყენებთ, სრუდილემის ტექნიკა, რა თქმა უნდა, ყველგან შეგიძლია გამოიყენო იმის მიხედვით საზოგადოებისთვის სენსიტიური საკითხი რა არის. ეს არის რაღაცა პროპაგანდის ტექნიკები, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, რომელიც გამოიყენება რაღაცა კონკრეტული მიზნებით, ხო? ეს მიზნები ერთი არის რაღაცა ტრადიციულად, ხო, რაც ვიცით, რომ მოქალაქეები მიიმხრო, რაღაცას მხარი დაუჭირონ, ან რაღაცის წინააღმდეგ მისცენ ხმა, ან რაღაცა მოქმედებისკენ უბიძგო მოქალაქეებს აქციაზე გამოსვლისკენ, ან არ გამოსვლისკენ, ან ასე შემდეგ, ხო? ერთი არის, რომ რაღაცა მიზნებისთვის იყენებ ამ პროპაგანდისტულ, დეზინფორმაციულ ნარატივებს, ადამიანები შეიძლება შეცდომაში შეყავდეს, შეიძლება არ შეყავდეს, მაგრამ მოკლედ ამ საინფორმაციო კამპანიებს როდესაც აკეთებ, მას რაღაცა თავისი მიზნები აქვს. ოღონდ ეს მიზნები ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მხოლოდ რაღაცა ფუმფულა, თეთრი და რაღაცა საყვარელი მიზნებია. პროპაგანდა და დეზინფორმაცია იმიტოა, რომ მას ხშირად აქვს უარყოფითი მიზნები და განსაკუთრებით ცუდ მაგალითებზე ვისაუბრებ. ახლა იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ტერმინ დეზინფორმაციას ვიყენებთ, მინდა რომ რაღაცნაირად გვესმოდეს, რომ ჩვენ არ საუბრობთ მხოლოდ თეორიულ საკითხებზე, რაღაცა განყენებულზე, რეალობასთან კავშირში არ მყოფზე, ხო? იმიტომ რომ ხშირად გვიჭირს ამ საკითხის მნიშვნელობის გაგება. და რატო არის დეზინფორმაცია ძალიან ცუდი? იმიტომ რომ მან შეიძლება ისეთი შედეგები გამოიწვიოს, რომელიც შემთხვევით არ ხდება, ეს გამიზნულად ხდება, ბუნებრივია, რაც ადამიანების რაღაცა სიცოცხლეზე, ადამიანების ჯანმრთელობაზე პოვებს შემდგომ გავლენას. კონკრეტული ადამიანები შეიძლება შეეწირონ დეზინფორმაციულ კამპანიებს და ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ დეზინფორმაციაზე, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, რასაც დეზინფორმაცია მიზნად ისახავს და ხშირად აღწევს ხოლმე, არის ადამიანის დეჰუმანიზების პროცესი. ეს ადამიანის დეჰუმანიზება რას ნიშნავს? რომ ჩვენ რო ადამიანები ვართ, ჩვენ გვაქვს ჩვენი მორალური ჩარჩოები, ჩვენი ჩამკეტები, რის გამოც ერთი ადამიანი მეორე ადამიანს სუდად ვერ ექცევა, თუ ამ მეორე ადამიანში ის ადამიანს ხედავს. და ამის ძალიან ისეთი მარტივი მაგალითი არის ხოლმე ომის მაგალითი, ხო? იმიტომ რომ როდესაც ერთი ადამიანი როცა ერთი სახელმწიფო ადამიანების ჯგუფს უშვებს ომში მეორე სახელმწიფოსთან, თუ ამ ადამიანებს ეტყვი, რომ იქ შენ დაგხვდებიან კარგი ადამიანები, მრავალშვილიანი, მორწმუნე, კაი ოჯახის შვილი, კარგად მღერის, კარგად ხატავს და შესანიშნავი პოეტია, მე შენ ჯარისკაცებს იმისთვის ტყვის სროლა არ გამოსდით, ხო? ამიტომ შენ ამ მტრული სახელმწიფოს ჯარისკაცებში მტრის ხატი უნდა შექმნა, ხო? რომელსაც მე ეს ადამიანი ესვრის. სხვანაირად არ არის ბუნებრივი აქტი, რომ ერთმა ადამიანმა მეორეს ესროლოს. შესაბამისად, შენ ცდილობ, რომ საქართველოს ისტორიას რო გავიხსენოთ, ხო, ჩვენი ომები როგორებია, რომ მივდივართ საომრად ურჯულოებთან, რომლებიც, რა ვიცი, ჩამოვლენ, ცოლებს წაგვართმევენ, მიწას წაგვართმევენ, ვაზს აგვიჩეხავენ და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ვისთან საომრადაც ვემზადებით, იმ ადამიანების ჯგუფში ადამიანური თვისებების დანახვა უნდა შევწყვიტოთ და შევხედოთ რეალურად რა საფრთხეებს წარმოადგენენ და დეჰუმანიზების პროცესი იწყება შესაბამისად. ბუნებრივია რაღაცა საომარ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაა გადასარჩენი და რაღაც თავდაცვის ომს აწარმოება, ამას შეიძლება რაღაცა საფრთხე ვერ დაინახოთ, რომ ოკეი, ხდება. მაგრამ როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა გამოიყენება რაღაცა შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის, ან ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოსი შიგნით რაღაცა საინფორმაციო კამპანიას, საინფორმაციო ოპერაციას აწარმოებს, ამ დროს გაცილებით მძიმე და მომაკვდინებელი რაღაცა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს და რაღაც გენოციდები გამოუწვევია პროპაგანდას და მათ შორის რაღაც ნაცისტური გერმანიის მაგალითები რო გავიხსენოთ, ერთ-ერთ მოგონებაში, ერთ-ერთი ძალიან კარგი გერმანელი მასწავლებელი, წესიერი მოქალაქე წერს, როგორ შეწყვიტა დროდადრო თავის მოსწავლე ებრაელ ბავშვში ადამიანის დანახვა. ანუ ძალიან კარგ მასწავლებელზე არის საუბარი, რომელიც უბრალოდ გერმანულ ნაცისტურ პროპაგანდას დაექვემდებარა და ცოტა ხანში აღმოაჩინა, რომ თავის მოსწავლეში შეწყვიტა ადამიანის დანახვა. 1000 ბორცვის რადიოს ახსენებენ ხშირად, სადაც პირდაპირ მედია საშუალება, რომელიც კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის მიმართ პროპაგანდას ეწეოდა, პირდაპირ საერთაშორისო სისხლის სამართლის ობიექტი გახდა, იმიტომ რომ ერთ-ერთ პასუხისმგებელ პირად ჩაითვალა გენოციდში, იმიტომ რომ ის ამ კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის მიმართ დანაშაულს აღვივებდა ფაქტობრივად.
სულ ბოლო მაგალითებიც რო გავიხსენოთ, აი უკრაინაში რუსეთის ომი და შევხედოთ შიგნით რას ყვება, ხო, პუტინი უკრაინელებზე, რომ ესენი არიან ნაცისტები, რომლებსაც უნდათ დონეცკის და ლუგანსკის რუსულენოვანი მოქალაქეების დახოცვა, გამოყრა თავის სახლებიდან, უკრძალავს ენის რუსულენაზე საუბარს და ასე შემდეგ, ხო? რუსეთი უკრაინაში ომის შიდა აუდიტორიაში გასამართლებლად მთლიანად პროპაგანდაზე დგას. ანუ რუსული ომის საწვავიც პროპაგანდა და დეзинფორმაცია არის. შესაბამისად, როდესაც აი ესე დეзинფორმაციაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან მძიმე ხელშესახები ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე გამავალი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამ დეзинფორმაციას. ფრთხილად უნდა ვიყოთ თვითონ ამ ტერმინის გამოყენებასთან და როდესაც რაღაცა მართლა დეзинფორმაციაა, გვესმოდეს, რომ მას არ აქვს რაღაცა კარგი მიზანი. ეს მიზანი ძალიან იშვიათადაა, მაგალითად, მხოლოდ ეკონომიკური სარგებელი ან მხოლოდ რაღაცა ხმების მობილიზება, ძირითადად უფრო მძიმე, უფრო მტკივნეულ მიზნებს ემსახურება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინფორმაციის გავრცელებაზე და ამ ინფორმაციის პოლიტიკური მიზნით გამოყენებაზე, ჩვენ ვუყურებთ ადამიანების ისტორიას, ხო? როდესაც ადამიანმა პირველად ერთმა ადამიანმა მეორეს ინფორმაცია გადასცა, ეს შეგვიძლია ჩვენ თქვათ უკვე, რომ ინფორმაციის გადაცემა იწყება, მაგრამ რო შევხედოთ ახლა პირველად რომ ადამიანმა რაღაცა თიხაზე ამოკაწრა რაღაცა ამბავი იქიდან დღემდე, როდესაც ერთმანეთს ჩატებში რაღაც 1000 GIF-ს და ვიდეოს უგზავნით, დიდი განვითარება არის ტექნოლოგიური და შესაბამისად იცვლებოდა ინფორმაციის გავრცელების ტექნიკა და შესაბამისად დეзинფორმაციისა და პროპაგანდის წარმოების ტექნიკაც. მაგრამ ეს ტექნიკა იცვლებოდა ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ანუ როგორ ვიყენებთ მაგალითად კომპიუტერს ნაცვლად გაზეთისა და ნაცვლად ტელევიზიისა. და ძირითადი დეзинფორმაციის ტექნიკები, რასაც დავარქვით ჩვენ საუბრის დასაწყისში, ეგ რაღაცა ფაბულა დიდი ხნის ფორმირებულია და რაღაცა ისეთი დრამატული ცვლილება მას ახლა ამ დროში მაგალითად ნაცისტურ გერმანიასთან შედარებით არ გაუვლია რა, რაღაცა მაინდა-მაინც დიდად არ შეცვლილა იგივე ტექნიკა არის, რასაც გებელსი იყენებდა, რომელსაც ახლა იყენებ იმ განსხვავებით, რომ ახლა ამას Facebook-ზე აკეთებ და არა გერმანიის სახელმწიფო რადიოს ეთერში. თავის მხრივ ტექნოლოგიამ ინფორმაციას რაღაცა თავისი ერთი მხრივ გავრცელება გახადა ძალიან ხელმისაწვდომი და მეორე მხრივ რაც არ უნდა საკვირველი და საოცარი იყოს, რამდენადაც სწრაფი და ხელმისაწვდომი გახადა ინფორმაციის გავრცელება, იმდენად რთული გახადა ხშირად ინფორმაციის მიტანა შენგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანამდე. ანუ ერთი არის, რომ ჩვენ გვგონია, რომ Facebook-მა ძალიან დაგვაახლოვა ყველა, ხო, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებსაც მე ძალიან იშვიათად ვნახავდი ხოლმე სხვა შემთხვევაში რეალურ ცხოვრებაში, მათი ცხოვრების მიმდინარეობის შესახებ მე ინფორმაცია მაქვს, ჩემი მეგობრების, რომლებიც სხვა ქალაქში ცხოვრობენ, მათი შვილების ფოტოებს ვნახულობ, სკოლაში შესულან და ასე შემდეგ. ერთი მხრივ ეს დაგვაახლოვა თითქოს Facebook-მა. მეორე მხრივ Facebook-მა და სხვა სოციალურმა ქსელებმა. მეორე მხრივ ამ ტექნოლოგიების განვითარებამ თავისი რაღაცა ბაბლების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და ძალიან გაართულა ერთი ბაბლიდან მეორე ბაბლში ინფორმაციის გადადინება. ახლა ჩვენ აქ რა თქმა უნდა ერთი არის რომ ალგორითმი როგორაა მოწყობილი, ხო, რომ რაღაცნაირად 2-3 იმის მიხედვით საზოგადოება როგორია და რამდენი ნაწილადაა გაყოფილი, სხვადასხვა ბაბლი იქნება, რომელშიც ეს ინფორმაცია შიგნით მოძრაობს ძირითადად და ნაკლებად გადის გარეთ. ამის ძალიან კარგი მაგალითი არის აი სულ ბოლო დროს თავისუფლების მოედანზე ადამიანი რო დააკავეს პირბადის გამო, შემთხვევით რომ მოქალაქე შეესწრო და გაკურვებული რო არის კაც პირბადეებზე იჭერენ ადამიანებს. მე ხა მიზნად ის კი არა მაქვს რომ ეს მოქალაქე განვიკითხო. უბრალოდ შინაარსი რო ავხსნათ ინფორმაცია როგორ მოძრაობს, ხო, თანამედროვე რაღაც საინფორმაციო სივრცეში, რომ ჩვენ რაც გვგონია რომ ყველასთვის ცნობილი ფაქტია, ხო, ჩვენ საინფორმაციო ბაბლში არავინ ისეთი არ გვეგულება, რომ ის ამბავი არ იცოდეს, რომ გზას თუ გადაკეტავ დაგიჭერენ ან პირბადით თუ ხარ და სახეს თუ ფარავ აქციაზე დაგიჭერენ და ასე შემდეგ. ჩვენ არ გვეგულება, რომ ამ საინფორმაციო ბაბლში არის ადამიანი, ვისაც ეს ამბავი არ მისულა. მაგრამ კონკრეტული მოქალაქე არის, რომელიც შეესწრო ამ ამბავს, როგორ აკავებენ მოქალაქეს თავისუფლების მოედანზე და
გაკვირვებულია, იმიტომ რომ მასთან ეს ინფორმაცია არ მისულა. და ეს რატო არის საინტერესო, რომ ერთი არის, რომ ძალიან მარტივი ბაბლები არის, რასაც ტელევიზია ქმნის, ხო? ერთი არის იმედის ბაბლი, რომელსაც სახელმწიფო მხარდამჭერები უყურებენ ძირითადად. იმედის ტელევიზიას ეთერში არ ყოლია და მიწვეული არ ყოლია დიდი ხანია ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ხო, ჩვენ არ გვინახავს პირდაპირ ეთერი, სადაც ოპოზიციონერი ყავს პირდაპირში იმედის ტელევიზიას და მეორე მხრივ არ გვინახავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი დადიოდეს ოპოზიციურ ტელევიზიაში. ეს რას ნიშნავს, რომ რაღაც ორი საინფორმაციო ბაბლი გვაქვს სატელევიზიო სივრცეში შექმნილი, ხო, რომელსაც ძირითადად მოქალაქეები უყურებენ, ოპოზიციური და ხელისუფლების საწინააღმდეგოდ განწყობილი და ხელისუფლების მომხრეები. და ამას რომ თავი დავანებოთ რაღაც უფრო სოციალურ ქსელებს და რაღაც სხვა რაღაცებს შევხედოთ, შეიძლება უფრო მეტი ბაბლი დავინახოთ, ხო, ვიღაცები ვინც მარტო სპორტით ინტერესდება და მარტო სპორტის ამბები შეიძლება ხვდებოდეს, მაგალითად Facebook-ს როცა სკროლავს ვიღაცას შეიძლება მარტო კინოზე ხვდებოდეს ამბები და ასე შემდეგ. შესაბამისად, ბევრი რაღაცა საინფორმაციო ბაბლი მივიღეთ, რომელსაც განაპირობებს ის ჩვენ ინფორმაციას როგორ მოვიხმართ სოციალურ ქსელში, ხო, Facebook-ში, TikTok-ში, Instagram-ზე არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც ჩვენ მას ვსკროლავთ, ჩვენ ამ კონკრეტული სოციალური ქსელის უკან დგომი ალგორითმი გვსწავლობს, რა გვაინტერესებს, რასთან ვურთიერთობთ, რა ამბავთან ვურთიერთობთ და იმის შესაბამის ინფორმაციებს გვაძლევს და შესაბამისად რაღაცა ჩვენს ბაბლში აღმოჩნდებით ხოლმე. და ეს რომ ესეა, ეს მარტო რაღაცა ჩვენი წარმოდგენა კი არ არის ამაზე, ეს კვლევებით დასტურდება, ხო, ინფორმაციის გავრცელება როგორ ხდება და როგორ ხდება ამ ინფორმაციის მოქცევა ბაბლში, როგორ უჭირს მერე სხვა ადამიანებთან ამ ინფორმაციას მისვლა, ეს კვლევებით დასტურდება. და ამ ვითარებაში, როდესაც ეს საინფორმაციო ბაბლები იქმნება, გამოჩნდა კიდე ხელოვნური ინტელექტი და მისი როლი, ხო? ჩვენ პირველ რიგში რაღაცნაირად უნდა გავემიჯნოთ იმ ამბავს, რომ რაღაცა ტექნოლოგიების კი არ გვეშინია და რაღაც პროგრესის წინააღმდეგები კი არ ვართ, თუმცა როგორც სოციალურ ქსელს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასევე შეგვიძლია რაღაცა ხელოვნურ ინტელექტშიც იგივე გამოვყოთ. ჯერ ერთი ხელოვნურმა ინტელექტმა გაამარტივა ინფორმაციის წარმოება, ხო? ჩვენ შეგვიძლია დღის განმავლობაში 1000 ვიდეო შეგხვდეს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული, რომელსაც შეიძლება თუ რაღაც პროფესიონალი არ ახარ, ვერც გაარჩიო ეს ვიდეოები რეალურისგან და დაიჯერო, რომ რაღაცა პიანინოზე უკრავს კატა მაგალითად, იმიტომ რომ ტექნიკურად ის იქნება უზადოდ შესრულებული, თუმცა მას აქვს ბუნებრივია რაღაცა ხარვეზები, რომელსაც თუ დავაკვირდებით, ამასაც ამოვიცნოთ, მაგრამ რომ შევხედოთ რაღაცა საშუალებადიან პერსპექტივაში, შეიძლება ისე დაიხვეწოს, რომ აი ეს რაღაცა ვიზუალური წუნებიც აღარ არსებობდეს და ბუნებრივია კიდევ უფრო რთული იქნება განსხვავება რეალობის და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოს. ოღონდ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული საინფორმაციო მასალა მხოლოდ ერთი ნაწილია, რაშიც ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება. ხო, იგივე ალგორითმები, რომელიც ამ Facebook-ის მუშაობის უკან დგას, ასევე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ხელოვნური ინტელექტია, ხო, როგორც სწავლობს პროგრამა შენს ჩვევას, რასთან ურთიერთობ და ასე შემდეგ და იმის მიხედვით გირჩევს მასალას, რომელსაც შენ შემდგომ Facebook-ის სკროლვისას გადააწყდები. ოღონდ ამან რა გამოიწვია, რომ ერთი მხრივ არიან რაღაცა პასუხისმგებლიანი ჟურნალისტები, რომლებიც რაღაცა ჟურნალისტური ეთიკის და სტანდარტის ჩარჩოში ცდილობენ ინფორმაციის წარმოებას და მეორე მხრივ არის წარმოვიდგინოთ ვიღაცა მავნე აქტორი, რომელიც ადგება და ხელოვნურ ინტელექტს დააგენერირებინებს, რა ვიცი, 10-მდე ფოტოს და თითო ამ ფოტოს უარყოფისთვის და თითო ამ ფოტოს შესახებ ინფორმაციის, სწორი ინფორმაციის წარმოებისთვის კარგ ჟურნალისტს დაჭირდება, რა ვიცი, საათებით მუშაობა და ხელოვნურ ინტელექტს მათი დაგენერირებისთვის დაჭირდება 5 წუთი. და შესაბამისად აი ეს დისპროპორცია დროში და რესურსში, რომელიც იხარჯება სწორი ინფორმაციის წარმოებაში და მის საწინააღმდეგოდ მცდარი ინფორმაციის წარმოებაში განსხვავდება ერთმანეთისაგან. და ეს ყოველთვის ასე იყო ხელოვნური ინტელექტამდე, ტყუილი შეიძლება დაჯდე და 10 დაწერო და მათ გადასამოწმებლად მე კარგ ჟურნალისტს ძალიან ბევრი დრო დაჭირდება, დისპროპორციულად მეტი დრო. და მოკლედ ამას რატო უყვები? ამით მინდა ის აუხსნა, რომ ხელოვნური ინტელექტი, როგორც რაღაცა ტექნოლოგიური მიღწევა, ბუნებრივია რაღაცა თითქოს საფრთხეებს ზრდის. მეორე მხრივ გვეხმარება ინფორმაციის დამუშავებაში, მოძიებაში, ბუნებრივია ხა ავტომატურად ფაქტების გადამოწმების რაღაცა თული და ხელსაწყო ჯერ არ აქვს ხელოვნური ინტელექტის, მაგრამ ეგეც გვექნება რაღაცა ეტაპზე ხელსაწყო, რომელსაც ეტყვი და თვითონ გადაგიმოწმებს კონკრეტული ინფორმაცია სწორია თუ არა. მაგრამ შინაარსი ამ ამბის სხვა არის. ამ ამბის შინაარსი ისაა, რომ მიუხედავად იმისა,
როგორ ვითარდება ტექნოლოგიური ნაწილი, ტექნიკა დეზინფორმაციის ჩვენ რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, როდესაც დეზინფორმაციაზე ვსაუბრობთ, იგივე რჩება. ანუ თუ ჩვენ გავიხსენებთ ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებულ მავნე ფოტოებს, მაგალითად, ეს ფოტოები იქნება რომელიმე პოლიტიკოსის პირად ცხოვრებაზე დამიზნებული, ხო, რაღაცა საშინელი ჭორი შეიძლება, ხო, ან რაღაცა სხვა. ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეს დამიზნებული იქნება იმაზე, რომ რაც ადამიანისთვის და ფართო საზოგადოებისთვის სენსიტიური თემაა, იმ საკითხში კონკრეტული ადამიანის გაშავება გამოიწვიოს მაგალითად. და ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით, რომ მაგალითად სრულ დილემა შექმნას, რაღაცა ნარატივი გაათეთროს თუ ასე შემდეგ, ეს მოდულები დეზინფორმაციის მუშაობის რჩება უცვლელი. ამიტომ ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ თუ ხელით დაწერენ დეზინფორმაციას, მასში ჩვენ ერთი და იგივე რაღაცები უნდა ვეძებოთ, როდესაც ინფორმაციას მოვიხმართ, ერთი და იგივე რაღაცებს უნდა მივაქციოთ მაინც ყურადღება, ერთი და იმავე რაღაცებს. და ეს ტექნიკები ჯერ კიდევ უცვლელია. ამიტომ რაღაცა რამდენიმე რჩევა, რომ მოგცეთ რაღაც ინფორმაციის მოხმარებისას, როგორ უნდა მოვიქცეთ იმისთვის, რომ შეცდომაში არ შევიდეთ, რაღაცა ჩვენი საუბარიც რაღაცა ლოგიკურ ფინალამდე მივიყვანოთ, არის რომ რა ტექნიკებიც ვახსენეთ დეზინფორმაციის, ეს გქონდეს ყოველთვის გონებაში, როდესაც ინფორმაციას მოვიხმართ და მიუხედავად იმისა, ეს ხელოვნური ინტელექტის გენერირებულია, ძალიან კარგი ხარისხის ვიდეოა გენერირებული და მას უყურებთ თუ არა, მიუხედავად ამისა, ეს ტექნიკები თუ გონებაში გვაქვს, ყოველთვის დაგვეხმარება დეზინფორმაციის ამოცნობაში. და მარტივი ნაბიჯები არის, რომელიც უნდა გადავდგათ ხოლმე. პირველი ნაბიჯი, რასაც მე მოგიწოდებთ ხოლმე, რომ გადადგათ, არის, როდესაც რაღაცა ინფორმაცია მოიხმარეთ, ხო? ან მოისმინეთ, ან დაინახეთ, ან უყურეთ, არ აქვს მნიშვნელობა. საკუთარ ემოციას დააკვირდით. თქვენში ხო არ გამოიწვია ამან რაღაცა სენსაციურობის, რაღაცა ნაბიჯის გადადგმისკენ ხო არ გიბიძგებთ, ან რაღაცა ნაბიჯის გადადგმისგან თავის შეკავებისკენ ხო არ გიბიძგებს, ხო? იმიტომ რომ დეზინფორმაციას მიზანი აქვს. დეზინფორმაციამ შენ რაღაცა გადაწყვეტილება ან უნდა მიგაღებინოს, ან ამ გადაწყვეტილების მიღებაში ხელი უნდა შეგიშალოს. შესაბამისად, როცა დეზინფორმაცია შეგვხვდა ფიდზე და ჩვენ არ ვიცით ჯერ ეს დეზინფორმაციაა თუ არა, მაგრამ რაღაცა საინტერესო ამბავია, პირველ რიგში შევხედოთ ჩვენში რა ემოცია აღძრა. და რაღაცნაირად დაგვეხმარება ეს დავინახოთ ამ ინფორმაციის უკან პოლიტიკური მიზანი დგას თუ არა. აი მაგალითად კონკრეტულ ოპოზიციონერზე თუ გვხვდება რაღაცა ამბავი, დავფიქრდეთ რომ ამ ამბის მიზანი ხო არ არის რომ ეს პოლიტიკოსი ან მოგვეწონოს, ან პირიქით არ მოგვეწონოს. იმიტომ რომ თუ ეს მიზანი დავინახეთ, ესე იგი მას რაღაცა უკვე პოლიტიკური მიზანი ახლავს და შესაბამისად რაღაცა უფრო მეტი ყურადღებით უნდა მოვიხმაროთ ასეთი ინფორმაცია. თუ ჩვენ დავინახეთ რომ ასეთი მიზანი შეიძლება არსებობდეს, მეორე ნაბიჯი ასევე რაც უნდა გადავდგათ არის რამდენად სენსაციური ამბავი, რაც ჩვენ ნახეთ, ხო? იმიტომ რომ ხშირად არის რომ ამბავი, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ და დეზინფორმაცია, ხშირად არის რომ რაღაცა სენსაციურობის იმას ატარებს ქვეტექსტს და თუ რაღაცა სენსაციური ხდება, მეგობრებო, შეუძლებელია რომ ამას წერდეს მხოლოდ რაღაცა რეალური ამბების საქართველოზე რაღაცა ასეთი Facebook ჯგუფი, ხო, ან Facebook გვერდი. თუ რაღაცა სენსაციურია, მას აუცილებლად დაწერდა პატივსაცემი მედია საშუალებაც, ხო? ამიტომ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, არის დავგუგლოთ. იგივე ამბავი გვხვდება თუ არა სხვა საინფორმაციო საშუალებებში. მაგალითად, წერს თუ არა მაგაზე რომელიმე ქართული პატივსაცემი მედია სააგენტო, ხო? და ამ პატივსაცემ სააგენტოებში მე არ გულისხმობ მხოლოდ რაღაცა ოპოზიციურებს ან სახელისუფლებებს, ხო? იმიტომ რომ დეზინფორმაციას რაც აქვს საერთო არის რომ ფაქტი მოხდა თუ არა, ჩვენ ამის მოძიებას ორივე მხარეს მაინც მეტნაკლებად შევძლებთ, ხო? თუ საერთაშორისო ამბავს ეხება, ვნახოთ BBC-ს უწერია თუ არა ეგ, ხო? მაგალითად თუ შეგვხვდა ამბავი, რომ დონალდ ტრამპმა რაღაცა გააკეთა, ამაზე CNN-ს ვერ დაასწრებდა დაწერას ნამდვილი ამბები ჭიათურიდან, ხო? შეუძლებელია რომ ამას ქონოდა ჯერ ინფორმაცია CNN-ამდე. ამიტომ დავგუგლოთ სხვები რას ამბობენ ამაზე. კიდე ერთი რასაც ჩვენ შეიძლება ყურადღება მივაქციოთ, არის წყარო ვინც ამას ავრცელებს, ხო? ერთი არის რომ ჩვენ შეიძლება CNN-ს ვენდობოდეთ, შეიძლება BBC-ს ვენდობოდეთ, Fox News არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ სადაც ამ ინფორმაციას ვხედავთ, ეს ორგანიზაცია, ეს მედია თუ რაცა, რა ხალხია, ვინ არის ამ მედიის უკან,
რამდენად სანდოები არიან, რამდენად ხშირად ეშლებათ და ასე შემდეგ. და მიუხედავად იმისა, რამდენად სანდოები არიან ისინი, კრიტიკული კითხვები მაინც დაუსვათ ხოლმე ამბავს რა, იმის გამო რომ BBC-ზე ვნახე, ფაქტად არ მივიღოთ ხოლმე, მაინც ვცადოთ რომ რაღაცა სხვა წყაროებზეც გადავამოწმოთ. კიდე ერთი, რასაც ხშირად იყენებენ, არის რომ ეგრეთ წოდებულ mirroring-ს აკეთებენ რაღაცნაირ სარკისებურ ასლს ქმნიან რომელიმე ცნობილი საინფორმაციო სააგენტოში, მაგალითად Facebook-ზე შეიძლება შეგხვდეთ რომელიმე მეტნაკლებად პატივსაცემი მედიის, მაგალითად ONG-ს ან ტაბულას ან პუბლიკას სტილში გაკეთებული Facebook კარდი მისი ლოგოთი, ხო? აი მაგალითად EDOS ფორმულას ლოგო და ეწეროს რომ ვიღაცამ რაღაცა გააკეთა და ეს შეიძლება სულ არ იყოს ფორმულას მომზადებული. ამიტომ მაგას რო ნახავ კიდე ერთხელ გავიაროთ ჩვენ თავში პროცესი. სენსაციური ხო არაა, რამე ნაბიჯის გადადგმისკენ ან არ გადადგმისკენ ხო არ მიბიძგებს და თუ ასეთი ამბავია და სენსაციურია და სხვაგან ჯერ არ შემხვედრია და ფორმულას ლოგო ადევს, გადავიდეთ და ვნახოთ ფორმულას იგივე ამბავი უდევს თუ არა. ხო შეუძლებელია რომ ფორმულას არ ედოს თუ ფორმულას ლოგოთი დავდეთ. ამიტომ მოკლედ ეს არის რაღაცა ძირითადი ნაბიჯები, რაც უნდა გადავდგათ და ამავდროულად საქართველოში არის რამდენიმე ძალიან პატივსაცემი ფაქტების გადამოწმების მედია საშუალება, ეს არის Fact Check Georgia, ფაქტმეტრი საქართველო, ეს არის მითების დეტექტორი, ეს არის GeoFacts G, რომლის რედაქტორიც ახლა მე ვარ და თუ რაღაცა ამბავია, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ ამოწმებთ და ვერ ახერხებთ იმაში დარწმუნებას ეს კონკრეტული ამბავი სიმართლეა თუ არა, ამათ მიწერეთ და ისინი დაგეხმარებიან ხოლმე სიმართლის დადგენაში, თუ უკვე არა აქვთ მომზადებული ამაზე სტატია, აუცილებლად მოამზადებენ მომავალში. მოკლედ თქვენს სამსახურში იგულეთ ქართველი ფაქტების გადამოწმებლები. მადლობა თუ ამ მომენტამდე მომისმინეთ. დამატებითი კითხვებისთვის კი იცით სოციალურ ქსელებში მეც მარტივად მიპოვით.